მინდა მოგიყვეთ ბარბარე ჯორჯაძეზე როგორც პირველ ფემინისტ ქალზე საქართველოში. ბარბარე ერისთავი ჯორჯაძე სოფელ ქისტაურში დაიბადა 1833 წელს. ეს ერისთავების სახლ-მუზეუმია. აქ იზრდებოდნენ ბარბარე და რაფიელ ერისთავები. ბარბარე 12 წლის ასაკში გაათხოვეს. ჯერ კიდევ სულ ბავშვი იყო. ის იხსენებს თავის ქორწილს როგორც რაღაცა თამაშს. ბარბარე ჯორჯაძეს წერა-კითხვა ძიძამში ასწავლა. მე-19 საუკუნეში სწორედ ძიძები ასწავლიდნენ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას. ისინი რა თქმა უნდა ქალები იყვნენ. ბარბარე ჯორჯაძეს სხვა განათლება არც მიუღია, გარდა იმისა, რაც სახლში ძიძამ ასწავლა. დანარჩენი ყველაფერი თავისით შეისწავლა. განსაკუთრებით უხაროდა თავისი მეუღლის ბიბლიოთეკა, წიგნები, რომელსაც ის მუდმივად კითხულობდა. ბარბარე ჯორჯაძის მეუღლე არც თუ ისე წარმატებული სამხედრო მოხელე გახლდათ. ისინი ხშირად მოგზაურობდნენ და იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. ბარბარეს ხშირად უწევდა სამშვილთან ერთად მარტო გაძღოლოდა საოჯახო მეურნეობას. ჩვენ შემონახული გვაქვს ბარბარე ჯორჯაძის ნახონი ნივთები. ეს არის მისი საფულე, ხავერდის საფულე და კიდევ ჩიხტაკოპი, თავსამკაული, რომელსაც თავს იბურავდნენ. ესენი არის თმის დასამაგრებლები. ბარბარე ჯორჯაძე იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც არ შეუშინდა სტერეოტიპებს, საზოგადოებრივ წნეხს, გაკიცხვის შიშს და თამამად გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური მოვლენა, რომელიც მისი ყურადღების მიღმა დარჩა. ბარბარე ჯორჯაძის პირველი პუბლიცისტური ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ ცისკარში. ჟურნალის რედაქტორი ივანე კერესელიძე ძალიან მოიხიბლა ამ სტატიით და მუდმივი თანამშრომლობა შესთავაზდა ბარბარეს. ბარბარე მოგვიანებით იბეჭდებოდა ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში, როგორიც არის დროება, ივერია, ჯეჯილი. ბარბარე იყო ერთ-ერთი პირველი და ერთადერთი ქალი, რომელიც პოლემიკაში ჩაერთო ილია ჭავჭავაძესთან ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სხვათა შორის მოგვიანებით ბევრი საზოგადო მოღვაწეც ჩაერთო ამ პოლემიკაში. თუმცა ილია განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა ბარბარეს მიმართ. ილია ამბობდა, რომ კნეინა ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედება ხელოსნობაა და არა ხელოვნება, რომ მას შინიდან ფეხი არასოდეს გაუდგამს. და ზოგადად მწერალ ქალებზე არც წახდენა შეუძლიათ რამის და არც გაკეთებაო. ბარბარე გაცილებით უფრო კონსტრუქციული იყო და ცდილობიანად მიმართავდა პასუხის პასუხში ილიას, მოიხსენიებდა როგორც დიდ პოეტს და მოუწოდებდა შერიგებისკენ. ბარბარე ჯორჯაძის როგორც შემოქმედის მიუღებლობა კიდევ ბევრჯერ გამოვლინდა. ილიამ კაცრად კრიტიკული რეცენზია დაწერა მის პიესაზე, რას ვეძებდი და რა ვიპოვე. თუმცა ქუთაისის თეატრში ეს პიესა ძალიან დიდხანს იდგმებოდა და საკმაოდ წარმატებითაც. ბარბარე პიესების გარდა ლექსებს და მოთხრობებსაც წერდა. მან თავისი პირველი ლექსი 17 წლისამ დაწერა. შემორჩენილია აკაკი წერტლის მოგონება ბარბარეზე. როდესაც ბარბარე ჯორჯაძის ლექსებს ვკითხულობდი, სულ სხვანაირად მყავდა წარმოდგენილი ავტორი. ჩემის აზრით ის უნდა ყოფილიყო ტანმორჩილი, გამხდარი, მეტად მკვირცხრი, მოუსვენარი, წერის დროს მეტად აღელვებული, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მის ოთახში შევედი, მაგიდასთან იჯდა ერთი საკმაოდ მოსული, თვალტანადი ქალი, რომელსაც მუხლი მუხლზე გადაედვა, ზედ ერთი ფურცელი ქაღალდი დაედვა და დინჯად ლექსსაც წერდა. მაშინ მეც შევიტყვე, რომ თუ არა მუხლზედ, ისე წერა არ ემარჯვებოდა. 1874 წელს გამოქვეყნდა ბარბარე ჯორჯაძის ცნობილი კულინარიული წიგნი. ეს ის წიგნია, რომლითაც საქართველოს საზოგადოებაში ძირითადად იცნობენ ბარბარე ჯორჯაძეს. გუგლიც კი მხოლოდ სამზარეულო წიგნით იცნობს მას. მოკლე ხანში წიგნის სრული ტირაჟი გაიყიდა. წიგნი ნოვატორული იყო. ის აკმაყოფილებდა თანამედროვე კულინარიის წიგნის ყველა მოთხოვნილებას. კულინარიულ წიგნში სრული სამზარეულო შედიოდა როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები. 1890-იან წლებში ბარბარე ისევ გააქტიურდა პუბლიცისტიკაში. ბარბარე ყოველთვის წერდა ქალთა საკითხების შესახებ, მაგრამ მისი წერილი, სათაურით ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ, სამართლიანად შეიძლება ჩავთვალოთ ქართული ფემინიზმის მანიფესტად. იგი არაჩვეულებრივად ხსნის ქალთა დაქვემდებარების კონტექსტს და მიზეზს. ბარბარე წერს: პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკელვაში ყოფილა და არის. ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავისი ამხანაგი ყოველი გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდნენ. შენ რადგან შემოქმედს ქალად დაუბადები ხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს.
ხმაგაკვედილი ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ. ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო. სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო. ბარბარე ჯორჯაძემ ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქ თელავში გაატარა. 1895 წელს ლენქორანიდან თბილისში მიმავალი გარდაიცვალა გზაში გულის შეტევით. ბარბარე ჯორჯაძე თელავში დაკრძალეს. მოგვიანებით ის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოასვენეს. ბოლოს მინდა გითხრათ ის, რაც თითქმის არავინ იცის ამ არაჩვეულებრივი ქალის შესახებ. 1880-იან წლებში ბარბარე ჯორჯაძემ შეიმუშავა დასაწყისი სწავლისა. ეს იყო სპეციალურად ბავშვებისათვის შედგენილი ანბანი, მარცვლებით, მოკლე სიტყვებით და ჩანახატებით. დამეთანხმებით, რომ ანბანის შესწავლის ეს მეთოდი საკმაოდ თანამედროვე და ახლებურია. თუმცა საავტორო უფლება აქაც არ იყო დაცული. რამდენიმე წელში გამოქვეყნდა დედაენა. ბარბარე ჯორჯაძე თავის ძმას წერდა. ეგ ვიღა ბრძანდება გულისაშვილი, რომ ჩემი შედგენილი დასაწყისი სწავლისა თავისად გადაუკეთებია და ისე დაუბეჭდვინებია, ესეც ხომ სამზარეულოს წიგნი არ არის, რომ ვიღაცას დაუბეჭდვინებია და usახელოთა ყიდია. usახელოთა ყიდია. აი ამ ორ სიტყვაში ეტევა ის, რაც პრობლემა იყო საუკუნეების განმავლობაში. ძლიერი, ჭკვიანი, მამაცი ქალების usახელო დარჩენა. ეკატერინე გაბაშვილზე ხშირად საუბრობენ როგორც საზოგადო მოღვაწეზე და საბავშვო მწერალზე, მაგრამ მას როგორც ფემინისტს იშვიათად მოიხსენიებენ. ეს პატარა ქუჩა ეკატერინე გაბაშვილის სახელობისაა. მისი ნამდვილი გვარია თარხნიშვილი, ის დაიბადა გორში 1851 წელს. მან განათლება მიიღო თბილისში, კერძო პანსიონში. სრულიად ახალგაზრდა 17 წლის იყო მაშინ, როცა მასწავლებლობა დაიწყო და ასწავლიდა ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ. ეკატერინე გაბაშვილი ორ მხრივ არის საინტერესო. ერთი როგორც მწერალი და მეორე როგორც ქალი, რომელიც იცავდა არა მარტო გლეხების, ღარიბების, დაჩაგრულთა უფლებებს, არამედ როგორც ქალთა უფლებების დამცველი. ეკატერინე იყო დედაჩემის ზია ანდრონიკაშვილის ბებია. როდესაც ეკატერინემ თავისი მომავალი ქმარი გაიცნო ილია ჭავჭავაძის სახლში და გაყვა ცოლად, მათ ორივემ გადაწყვიტეს, რომ მთელი თავისი მამულები შეეწირათ სპეციალურად იმისთვის, რომ ქალებისთვის და გაჭირვებული ქალებისთვის მიეცათ ერთის მხრივ სამუშაო, მაგრამ რაც მთავარია, განათლება. ეკატერინე გაბაშვილმა პირველმა გახსნა ქალთა სკოლა გორში. ის თავის მოგონებებში წერს: ეკლესიის გალავანში მიკუნჭულ, დაბალ, სასწავლებლად მოუხელთებელ ოთახში მოვაწყეთ სკოლა. ეკატერინე ხსნიდა სკოლებს სოფლებსა და ქალაქებში. პირველ რიგში ღარიბი, დაბალი სოციალური წრის გოგონებისთვის. მან მაშინ ასობით ახალგაზრდა ქალს მისცა საშუალება მიეღო განათლება. საგანმანათლებლო წრეებშიც კი ქალთა განათლება მეორე ხარისხოვანი საკითხი იყო. ის რომ ქალთა განათლება არ იყო პრიორიტეტული, საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა ეკატერინე გაბაშვილს თავის საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, მას ენთუზიაზმი არ მოკლებია და განაგრძობდა ამ სფეროში მოღვაწეობას. 30 წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ქალთა პროფესიულ სკოლას. ეკატერინე თავად იძიებდა სახსრებს საგანმანათლებლო საქმისთვის და ხშირად უკეთებდა ორგანიზებას ქალთა საქველმოქმედო წრეებს. იგი იყო მთარგმნელ ქალთა კოლეგიის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საბავშვო ჟურნალების დამფუძნებელი. ეკატერინემ ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები, როგორიცაა პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა. გარდა ამისა, მისი ინიციატივით თბილისში არაერთი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დაფუძნდა.
ამ ფოტოზე არის 15 წლის ეკატერინე გავაშვილი თავის ბებიასთან ერთად. ეს ბებია იყო ბარბარე ამირ აღაშვილი და იყო ძალიან კაცრი მემამულე ეს ბებია ბარბარე, რომელიც დედა ეკატერინეს და დედაჩემმა ასეთი ამბავი მომიყვა, რომ ერთხელ დაინახა როგორ გაუჯავრდა თუ არ ვიცი დასაჯა გლეხი. ეკატერინა იყო ბავშვი, სულ პატარა. და თურმე რომ დაინახა რომ გლეხს სჯიდა ბებიამისი, ჩაირბინა ეზოში და დაეტაკა ბებიამის და არ ვიცი უკბინა თუ დაარტყა თუ მოკლედ საშინელი ბრძოლა გაუმართა. ეს იყო ალბათ მისი პირველი გამოსარჩლება, როგორც ეტყობა მას ბუნებაში ჰქონდა ეს დაცვა გაჭირვებულის და პირველად ბებიამის შეებრძოლა. გარდა საზოგადოებრივი საქმიანობისა, ეკატერინე ფემინისტია ლიტერატურაშიც. ის ბევრს წერს ქალებზე, ძლიერ ქალებზე, კულტურისგან რეპრესირებულ ქალებზე და ქალებზე, რომლებიც ძიების პროცესში არიან. ერთ-ერთ ტექსტში, რომელსაც ქვია ფრთებ დაგლეჯილი, მთავარი გმირი არის ქალი, რომლისთვისაც წერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ ასე არ თვლიან სხვები. ყველა ხელს უშლის მას წერაში, რაც მას საბოლოო ჯამში დეპრესიაში აგდებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ტექსტი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. ჩვენ ვიცით, რომ ეკატერინეს 11 შვილი ყავდა. მოგონებებში ის წერს: მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქედან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას. ეკატერინე გაბაშვილის ფემინიზმზე როგორც წესი დუმილია იმაზეც, რომ იგი თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრება კი თავისუფალი სიყვარულის გარეშე არ არსებობს. რჯულად ქცეულ ტრადიციას, ცრუ რწმენებსა და კულტურულ ჩაკეტილობას ადამიანისთვის უბედურების გარდა არაფერი მოაქვს. ასე თვლიდა ეკატერინე გაბაშვილი. ის იყო ქალი, რომელიც ქალთა უფლებებს იცავდა და რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის. თვითონ იყო ამის მაგალითი. როდესაც მე ხანდახან ჩემს უცხოელ სტუმრებს ვეუბნები, რომ ბებიაჩემმა დაწერა ნოველა, რომლის მიხედვითაც პირველი საბჭოთა ფილმი გახდა კანის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ ის იყო ქალთა უფლებების და პირველი დამცველი. ეკატერინეს ტექსტებიდან ყველაზე ცნობილი ალბათ მაგდანას ლურჯა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ტექსტი სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. ბევრის მეხსიერებას მაგდანას ლურჯა ფილმით შემორჩა. იდეოლოგიური პოლიტიკის გამო ფილმის ფინალი ტექსტის ფინალისგან განსხვავდება. ფილმის ბოლო ტრაგიკულია. ტექსტის ფინალში კი მარტოხელა დედა მაგდანა იმარჯვებს. ტექსტი არაჩვეულებრივ მოტივაციას გაძლევს იყო ძლიერი და ებრძოდა უთანასწორობას. წაიკითხეთ თავიდან. მაგდანას ლურჯა ფემინისტური ტექსტია. კატო მიქელაძის შესახებ მე პირველად გავიგე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელში ჩამევარდა ფონდი ტასოს მიერ გამოცემული წიგნი სახელწოდებით საკუთარი ოთახი, ფემინისტური ბიბლიოთეკის სერიიდან. ამ წიგნში საკუთრივ ვირჯინია ვულფის ცნობილი ტექსტის გარდა შესულია რამდენიმე პუბლიცისტური წერილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალების, რომლებიც წერდნენ მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე. მათ შორის იყო რამდენიმე სტატია, სწორედ კატო მიქელაძის გაზეთიდან ხმა ქართველი ქალისა, რომელიც 1917-18 წლებში გამოდიოდა. ეს სტატიები ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ იყო ჯერ ერთი ექსპლიციტურად ფემინისტური
და მეორეც იყო საკმაოდ რადიკალური, მით უმეტეს მაშინდელი დროისთვის. შეიძლება ითქვას, რომ კატო მიქელაძე ეკატერინე გაბაშულთან და ბარბარე ჯორჯაძესთან შედარებით ძალიან უცნობია. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მასზე მოვიპოვა, ეს არის საბჭოთა მონოგრაფია. მე შემიძლია მოგიყვეთ მცირე ბიოგრაფიული დეტალები კატო მიქელაძის შესახებ ამ მონოგრაფიიდან. კატო მიქელაძე 1878 წელს ქუთაისის მაზრაში დაიბადა. ის ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. კატო ზედა ადრე გარდაიცვალა და ის იზურებული გახდა თბილისში გადასულიყო საცხოვრებლად ნათესავებთ. 900-იანი წლების დასაწყისიდან კატო საცხოვრებლად და სამუშაოდ ჯერ გორში და მერე ცხინვალში გადავიდა. გორში მან დააარსა ბიბლიოთეკა, ასევე სცენის მოყვარულთა წრე, სადაც უფასო წარმოდგენებს დგამდნენ. საინტერესოა ის, რომ ცხინვალში კატო მესამე დასალებს დაუახლოვდა და რევოლუციურ აქტივიზმში ჩაერთო. საიდუმლო ჯგუფი, რომელშიც ის გაერთიანდა ძირითადად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებით იყო დაკავებული. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რეკომენდაციით კატო ჯერ მოსკოვში გაემგზავრა. 1906 წელს ის უკვე ბრიუსელში ცხოვრობს და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. სწავლის დასრულების შემდეგ იგი პარიზში გაემგზავრა, სადაც 1915 წლამდე ცხოვრობდა. სწორედ პარიზში ცხოვრებისას გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. კატო 1916 წელს დაბრუნდა საქართველოში, მან მაშინვე დაიწყო ფემინისტური აქტივიზმი და თანამოაზრეების შემოკრება. მიქელაძე მეგობრობდა ეკატერინე გაბაშულთან, მარიამ დემურიასთან, მარიამ გარიკულთან, საფო მგელაძესთან. სხვა შორის საფო მგელაძე მან პირველად თავად აღმოაჩინა. საფო მგელაძემ თავისი პირველი ლექსები გაზეთში ხმა ქართველი ქალისა დაბეჭდა. არსებობს მარიამ გარიკულის მოგონება კატო მიქელაძეზე. ჯერ კიდევ თებერვლის რევოლუციამდე ერთ დღეს გავიგე ქუთაისის თეატრში ქალების კრებააო. მაშინვე წავედი თეატრში. ჭრელი ხალხი შეკრებილი იყო ყოველი წოდების, ყოველი ხარისხის, კლასის და ეროვნების ქალები მოსულიყვნენ. აქა-იქ თუ შეამჩნევდა თვალი მამაკაცს. კრებაზე სიტყვით გამოვიდა კატო მიქელაძე. გადაისვა ხელი უკვე შეჭაღარავებულ თმაზე. გონიერებით სავსე თვალები მიმოავლო თეატრს და აუღელვებლივ. დინჯად დაიწყო ლაპარაკი. ლაპარაკის კილოში ფრანგული აქცენტის გავლენა ეტყობოდა. ერთობ მიმზიდველი სახე ჰქონდა კატოს საუბრის დროს. იმ კრებაზე კატომ ფრიად შესანიშნავად ილაპარაკა. თქვა, რომ საუკუნეებით იჩაგრებოდნენ ქალები, რომ ქალი მოკრებულია ბევრი მუფლებას, რაც მამაკაცს აქვს მინიჭებული. სხვათა შორის კატო მიქელაძე რეპრესიებს გადაურჩა. ის 1942 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მოხუცებულს ფრანგულის კერძო გაკვეთილებით გაქონდა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კატო მიქელაძეს არაჩვეულებრივად საინტერესო პირადი ცხოვრება ჰქონდა, მის ბიოგრაფიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გაზეთი ხმა ქართველი ქალისაა. 1917 წელს გამოვიდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი საქართველოში, სახელწოდებით ხმა ქართველი ქალისა. ამ გაზეთის რედაქცია სწორედ აქ, ამ შენობაში მდებარეობდა. ალბათ ერთადერთი ადგილი, სადაც ეს გაზეთია შემორჩენილი, არის საჯარო ბიბლიოთეკა, თუმცა აქაც სრული კოლექცია არ არის დაცული. თქვათ არსებობს უпростоრად მეორე ნომერი ამ გაზეთისა, რაც წყობა არაჩვეულებრივი ლოზუნგით, ქალები მოითხოვეთ საარჩევნო ხმის უფლება. და თარიღდება 17 აპრილით 1917 წელი. გაზეთის გამომცემელი იყო ქალთა კლუბი, ეს იყო ქალთა არაფორმალური გაერთიანება. მისი წევრები იკრიბებოდნენ რეგულარულად, კვირაში ერთხელ. ატარებდნენ საჯარო ლექციებს. ქალთა კლუბის წევრები გაერთიანდნენ ამ გაზეთის გარშემო და მე ეს ყველაფერი ძალიან მახსენებს ჩვენი დამოუკიდებელი ფემინისტური ჯგუფის აქტივობას. ჩვენ პრინციპში გავერთიანდით სოციალურ ქსელის საშუალებით და შეიძლება ითქვას, რომ მაშინდელი სოციალური ქსელი იყო გაზეთი ხმა ქართველი ქალისა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაზეთი აქტიურად ეხმაურებოდა მაშინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ქალაქის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის დასაბუთებული მოთხოვნით. ეს გაზეთი არ იყო ან ერთ ქალაქში ჩაკეტილი გაზეთი, ან ერთ წრეში. რედაქციას წერილები მოსდიოდა თავისთავად ქუთაისიდან, ბათუმიდან, სურამიდან, ხაშურიდან, ზესტაფონიდან, ჭიათურიდან. გაზეთი ასევე საინტერესოა ფემინისტური ფილანტროპიის კუთხით. პრინციპში ხმა ქართველი ქალისა არსებობდა შემოწირულობების საფუძველზე. ყოველი ნომრის შემდეგ არსებობს სია ადამიანების, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების, რომელიც გაზეთს ფინანსურად ეხმარებოდა.
სხვათა შორის ქალთა კლუბს ჰქონდა ფონდების მოძიების კიდევ ერთი საინტერესო საშუალება აგარაკებზე ყოლაბებით თანხის შეგროვება. ხმა ქართველი ქალისა საინტერესოა იმითიც, რომ აქ საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც დღესაც აქტუალურია. ეს იქნება იგივე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ძალადობა, ოჯახში ძალადობა, პროსტიტუცია, სექსუალობა, უსაფრთხო სექსუალური კავშირების აუცილებლობა. გაზეთის ბოლო ნომერი 1918 წლის 30 ნოემბრით თარიღდება, პრინციპში ამ წელს შეწყვიტა უკვე გაზეთმა არსებობა. სავარაუდოდ ფინანსური პრობლემების გამო, როგორც გითხარით, ხმა ქართველი ქალისა არსებობდა ძირითადად შემოწირულობებზე და თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ალბათ ეს ყველაფერი ადვილი ასახსნელი ხდება. ამ გაზეთში ბევრი ქალი წერდა. წერდა საკუთარი სახელით, როგორც მაგალითად ნინო ნადირაძე ან ბაბო სულხანიშვილი. წერდნენ ფსევდონიმებით, მაგალითად რიონელი ქალი, ან წერდნენ თუნდაც ანონიმურად. საერთო ჯამში ეს არის არა მხოლოდ სამი ქალის, არამედ ბევრი ქალის ისტორია, ვინც ცხოვრობდა, წერდა, ფიქრობდა და ვინც ფემინისტი იყო საქართველოში. ქალებო დაიცავეთ საარჩევნო უფლება. მიხედეთ სოფლად ქალებს. მილიტანტკები ინგლისში. წერილი სამტრედიიდან. შემოწირულება დაბა ყვარლიდან. წერილი ბათუმიდან. რა ვუყოთ პროსტიტუციას? თანამედროვე ევროპის პოლიტიკის ისტორიიდან. რა უნდა მოითხოვონ ქალთა კავშირებმა? ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სტატია სხვათა შორის ეხება ოჯახურ ძალადობას.